2 საათის წინ თეირანში სხვადასხვა ადგილზე ერთდროულად 5 ავტომობილი აფეთქდა, რომლებშიც განთავსებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. პირველად იცნობებით მინიმუმ 5 ბირთვული ფიზიკოსი შეეწირა ამ კონკრეტულ დივერსიას. ასევე ვრცელდება კადრები, რომელიც ირანის დედაქალაქის გასასვლელს ასახავს. თეირანიდან გარბის მშვიდობიანი მოსახლეობა. ირანმა და ისრაელმა უნდა გააფორმოს შეთანხმება და მას გააფორმებენ. Სუსტად ისე, როგორც ინდოეთსა და პაკისტანს გავაფორმებინენ. ტონალობით ხვდებით, რომ ეს ტრამპის სიტყვები იქნება. მალე მშვიდობა იქნება. უამრავი ზარი და შეხვედრა მიმდინარეობს. ბევრს ვაკეთებ და არ ველი დიდ ყურადღებას ან მადლობას, მაგრამ ეს არაფერი ხალხმა იცის რა ხდება. გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი კვლავ დიდებული. ეს კი დონალდ ტრამპის ბოლო განცხადების ნაწილია. მანამდე ისრაელი და ირანი ერთმანეთზე იერიშებს განაგრძობენ. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით ისრაელმა იერიშები მიიტანა ენერგოობიექტებზე, მათ შორის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოებზე. ისრაელში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა ირანის სარაკეტო თავდასხმების შედეგად. 10 ადამიანი დაიღუპა ირანშიც. კონფლიქტის ესკალაციის ამ თვისებრივად ახალი ფაზის გეოპოლიტიკური და სამხედრო შედეგები უზარმაზარია. მის ექოს დიდი გავლენა აქვს როგორც რეგიონზე, ასევე სხვა ომებზე, მათ შორის რუსეთის ომზე უკრაინაში. ცხადია, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და გადაცემის პირველ ნაწილს დავუთმობთ ამ მზარდი ესკალაციის, სწორედ გეოპოლიტიკური მხარის განხილვას. გავიგებთ ბოლო ამბებს ბალისტიკური რაკეტების ქვეშ მყოფი ქალაქებიდან, საიდანაც ჩვენი თანამემამულე ებრაისტი ლაშა შაყულაშვილი ჩაგვერთვება სულ 2 წუთში. სტუდიაში მყოფი ექსპერტების მეშვეობით კი თავად ირანში არსებულ ვითარებასა და ირანელი ხალხის განწყობებზეც ვისაუბრებთ. ჩვენ ეგზისტენციურ ომში ვართ და ეს დღეს ისრაელის ყველა მოქალაქისთვის ნათელია. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ირანს, რომ ისრაელის ქალაქებზე თავდასხმისთვის ბირთვული იარაღი ქონოდა. დაფიქრდით, რა მოხდებოდა ირანს, რომ არა 1, არამედ 20,000 ასეთი რაკეტა ქონოდა. ეს ისრაელის არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ომი განადგურების ორმაგი საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენი პილოტები ირანის საში არიან. ირანი ძალიან მაღალ ფაზს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალებისა და ბავშვების განზრახ მკვლელობისთვის. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზანს და მათ გამანადგურებელ დარტყმას მივაყენებთ. და ეს არ არის ფუჭი და უშინაარსო მუქარები, სინამდვილეში ეს ყველაფერი მართლა ხდება, მიმდინარეობს. დღეს მთელი დღის განმავლობაში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ თეირანშიც. ისრაელის საჰაერო სამიზნეებს ბირთვული პროგრამის ობიექტები წარმოადგენს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ოპერაციაში 50 ბომბდამშენი მონაწილეობდა. ისრაელმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ირანზე 150-ზე მეტი შეტევა განახორციელა. ისრაელში კი ბოლო ცნობებით, როგორც გითხარით, 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, დაშავებულია 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის და ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის. ირანი შეწყვეს იერიშებს, თუ ისრაელი გაჩერდება. ამის შესახებ კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის დროს თეირანში გააკეთა. აბას არახჩის თქმით, ირანს არ სურს კონფლიქტის გაფართოება რეგიონის სხვა ქვეყნებზე და მოქმედებს მხოლოდ თავდაცვის ფარგლებში. ის მიიჩნევს, რომ 13 ივნისს ირანზე თავდასხმას ისრაელის შეერთებული შტატების თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებდა. ხოლო საჰაერო დარტყმების მიზანი ირანის ბირთვულ პროგრამაზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლა იყო. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სხვადასხვა დღეს უნდა გამართულიყო. ჩვენი მიზანი არ არის ომის გაფართოება რეგიონში თუ სხვა ქვეყნებში, თუკი ამას თავს არ მოგვახურებენ. ჩვენი დარტყმები ისრაელის სამხედრო და ეკონომიკურ სამიზნეებზე თავდაცვა იყო. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჩვენს ობიექტებს დაარტყა. ეს თავდაცვა არის ჩვენი პასუხი აგრესიაზე. თუ აგრესია შეჩერდება, ბუნებრივია ჩვენი პასუხებით შეწყდება. ჩვენ მივიღეთ შეტყობინებები შეერთებული შტატებისგან, რომლებიც უარყოფენ მონაწილეობას ბოლო დროინდელ თავდასხმაში. მაგრამ ჩვენ არ გვჯერა მათი და გვაქვს საპირისპირო დამადასტურებელი მტკიცებულებები. და გულ შეერთებული შტატები გულწრფელია. მათ საჯაროდ უნდა დაგნონ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა.
მოკლედ მთელი დღის განმავლობაში მრავალი ერთმანეთის შემავსებელი ან წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. მათ შორის საინტერესო იყო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა ტრამპთან პუტინის საუბრის შემდეგ პუტინის ხამენეისთან და ირანის პრეზიდენტთან კომუნიკაციას, რომლის დროსაც თითქოს პუტინმა მიანიშნა ირანის ხელმძღვანელობას, რომ შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ პერსონალური სამიზნეები ამ ოპერაციის და ალბათ შესაბამისი რჩევებიც მის ამის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანის უმაღლესი სამხედრო პოლიტიკური და სასულიერო ხელმძღვანელობის ცალკეული წარმომადგენლები აწარმოებდნენ უკვე საუბარს რუსეთის ხელმძღვანელობასთან მათთვის შესაბამისი უსაფრთხო დერეფნის გახსნაზე და ქვეყნის დატოვების გარკვეულ ვერსიებზე. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ამის პირდაპირ მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ირანის ტერიტორია, განსაკუთრებით მისი დასავლეთი ნაწილი, ინტენსიური დაბომბვების ქვეშ არის. ჰაერში ისრაელი და ისრაელის ავიაცია დომინირებს, თუმცა ამის პარალელურად, დღეს იყო უკვე პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის მიმართულებით არა მარტო ღამით, არამედ დღისითაც იქნა გატყორცნილი რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ირანიდან, რომელმაც ისრაელის სამდე მიაღწია, მაგრამ მოახერხეს მათი გაუვნებელყოფა. ანუ დღის განმავლობაში პირდაპირი ზიანი არც საცხოვრებელ, ასე ვთქვათ, კვარტალებს, არც სამხედრო ობიექტებს ისრაელში ჯერ არ მიყენებიათ.